ცხეთა ჯვრის მონასტერი მარცხნივ გასაიდუმლოებული ატომური რეაქტორია, რომელსაც ოფიციალურად მუხად გვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი ჰქვია. პირდაპირ ისტორიული მცხეთაა. მარჯვნივ საბჭოური მცხეთა. ამ ადგილას კი სადაც მტკვარი და არა გვერდდებიან მიხაილ ლერმონტოვმა პოემა მიუძღვნა. Немного лет тому назад там все сливаясь, обнявшись, будто две сестры. ეს რა არის? ეს ხომ სტადიონია, მცხეთა პარკი. აქ ვიტ ჯორჯია თამაშობს. აუ, წავიდეთ რა. კარგი, დავეშვით. მცხეთის მიდამოები სარესტორნო ალაგად ქცეულა. თუმცა ხალხი ამ სალობიეს უფრო ეტანება. ჯვრის წინა სარკმელს სწორი რაკურსით თუ შეხედავთ, უკანა სარკმელში გაიხედავთ. ამბობენ ამის დამნახავს სურვილი აუსრულდება. უხსოვარ დროში წმინდანინო მაქაურობას ქრისტიანობა მოუტანა. მურვანყრუმ და თემბრლენგმა კი აოხრეს. აი პომპეუსის ხიდი, რომელიც სალაშქროდ ჩამოსულ რომაელ იმპერატორს სინამდვილეში უკვე აშენებული დახვდა. ესეც არსენა. ის და რობინ ჰუდი მდიდრებს ებრძოდნენ. ეს ეპითაფია კი მცხეთელები თავისად რომ ასაღებენ ხალხურია. აი ყველაზე ცნობილი ბაღი საქართველოში მიხეილ მამულაშვილის. დღეს მას დამაარსებლის შვილიშვილი ვანო პატრონობს. სვეტიცხოვლის გარშემო ქუჩებში იდეალური სისუფთავია. ეს ცელოფანი ვინმე გაიტანეთ კადრიდან. დიახ, პატივცემულო, ეგ ცელოფანი. ო, სვეტიცხოვლის გარშემო ქუჩებში იდეალური სისუფთავია. ტურისტები მცხეთაში ცხადია სუვენირებს ეტანებიან. აქ მათ საქართველოს ფასდაკლებით შეუძლიათ აღმოაჩინონ. ვასწრებთ ხო თამაშზე? სვეტიცხოველი ცხონდა ვნახოთ. პირჯვარი გადავიწეროთ და შევაბიჯოთ. ეს დიდოსტატის მარჩვენაა. სტალინს ეს ციგნი ერთ ღამეში წაუკითხავს და ბერიასთვის დაურეკავს, ეს რა მაგარი რამეა. სვეტიცხოველში კი 11 ქართველი მეფე განისვენებს, თუმცა მხოლოდ 3 საფლავია შემორჩენილი. გიორგი მე-12-ის, ერეკლე მე-2-ის და ვახტანგ ბორგასტის, რომლის ანდერძმას მცხეთას დედაქალაქობა ჩამოართვა. ასეთია მცხეთის თანამედროვე არქიტექტურა. ესეც მიტოვებული კინოთეატრი, გოლს კი აქ ქუჩაშიც ემღერება. აქ არის დაკრძალული ბერი გაბრიელი. ჩვენ ყველას გვიყვარს მცხეთა, ოღონდ როგორ არ უხდება მცხეთას ასეთი კორპუსები. ეს ცნობილი მეწარმის და მეცენატის გუჯა ბუბუტეიშვილის კარმიდამია. მას გოლიათი სანდრო კანდელა კი დარაჯობს. და მცხეთა პარკიც. თამაშს ზუსტად მოუსწარით. აბა, როგორ იბრძვის ჩვენი ვიტა? კარგი თამაში იყო, მოგვეწონა.